ეს ტაოა. ქართული სოფლებისკენ გზად მიმავლებმა პარხალის მონასტერი, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკლესია მოვინახულეთ. კიდევ ერთი დიდებულება. როცა ტაო-კლარჯეთის ეკლესიას ალოცავებს ვნახულობ ხოლმე, მათ ვამსგავსებ მიტოვებულ, თვალცრემლიან, წელში მოხრილ მოხუცებს, რომელთაც მრავალი შვილი ჰყავთ, მაგრამ მათთვის ვერცერთს ვერ მოუცლია. მხოლოდ ასე შეუვლიან და მოინახულებს ზოგიერთი მათგანი. როგორც დღეს ჩვენ ვინახულეთ დიდებული, მხცოვანი, მაგრამ კარგად მოვლილი პარხალი. მისი განახლებული იერსახე კი იმაზე მეტყველებს, რომ იქ წირვა-ლოცვის ნაცვლად ნამაზი სრულდება. ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მოვედით პარხალში. ეს არის დიდებული პარხალი, ასევე ბაგრატიონთა დინასტიის მიერ აგებული, უბრალოდ ბაგრატ მეორის მიერ აგებული მონასტერი. პარხალი უდიდესი და ულამაზესი თეთრი მონასტერი. ბაზილიკის ტიპის მონასტერი გახლავთ. აქ არის საინფორმაციო დაფა, რომელიც გვეუბნება, რომ მონასტერი ბაგრატიონთა მეფეთაგან ბაგრატ მეორის პერიოდში იოანე ნათლისმცემლის სახელზეა აგებული. აი, როგორც გითხარით, ბაგრატ მეორის დროს არის აგებული 958-994 წლებში, ხოლო მე-15 საუკუნეში, ესე იგი, მას ჩატარებია რესტავრაცია და დღეს გამოიყურება აი ამგვარად ჩვენი დიდებული პარხალი. ამ იერსახით იგი მას შემდეგაა, რაც 2017 წლიდან რესტავრაცია ჩაუტარდა. ეს გახლავთ პარხალის ხეობა. აქვე ისმის პარხალის წყლის ჩუხჩუხი. მოკლედ მეგობრებო, ახლა მოვედით როგორც გითხარით პარხალში და უნდა შევიდეთ ახლა შიგნითაც გაჩვენებთ. გარედან უკვე ნახეთ როგორია, გაცილებით უფრო დაცული და ესე იგი კარგ მდგომარეობაში გამოიყურება, ვიდრე სხვა დანარჩენი ეკლესიები და მონასტრები. ჩემს ბიჭებთან ერთად ვავთვალიერებთ პარხალს. შიგნითაც შევალთ, რა თქმა უნდა. ჯერ დაკეტილია, მაგრამ გაგვიღებენ და შევალთ. ბიჭებო, ესე იგი, აბა უთხარით საზოგადოებას სად იმყოფებით ახლა თქვენ დღეს? დღეს ახლა უკვე დაახლოებით 10 საათია, დილით ადრე გამოვედით სახლიდან იმისთვის, რომ ესე იგი მოგვესწრო, მოსულიყავით პარხალის მონასტერში და შემდეგ გავაგრძელოთ გზა ქართული სოფლებისკენ. რამდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა თქვენთვის გუშინდელი და დღევანდელი მოგზაურობა კიდე ამ დილით დავიწყეთ. მოგესალმებით, ჩვენ ახლა ვიყავით პარხალის ეკლესიაში. ყველაფერი ძალიან ლამაზია, ბუნება მრავალფეროვანი და ერთგვარად ყველაფერი ლამაზია შეხედავს. გუშინ ბანას ეკლესიაში ვიყავით და ისიც ძალიან ლამაზი იყო. ნატალია მიტოვებულია და რესტავრაციას არ უკეთებენ, მაგრამ იქაც კარგი სანახაობა დაგვხდა და მოვინახულოთ ყველაფერი. მადლობა. მათე, მოგეწონა ბუნება, რომელიც გამოიარე, ხო განსხვავებულია? ბუნება ძალიან მომეწონა, ისეთი სიმწვანეა, რომ არ ვიცი, არ მოველოდი ასეც გუშინდელიდან. სიმწვანეც არის და კიდე არის კლდეები, რომელიც ნამდვილად მეხსიერებიდან არ ამოვა. მეხსიერებიდან არ ამოვა და სულ დავამახსოვრდა. ძალიან დიდი მადლობა.
იზრდება უფალო შენს სახელს. სარკმლის შუქიდან მზე იცქირება. თითქმის არც ერთი ფრესკა არ არის შერჩენილი, რა ვიცი, მე ვერ ვხედავ. მეჩეთად გადაკეთებულ პარხალში თითქმის არც ერთი ფრესკა აღარ ჩანს. აი, ფრესკები მოშლილია. მიტო არის ასეთი მოვლილი, რომ მეჩეთი გააკეთეს, თორემ დანარჩენი ეკლესიები იცით როგორ ვითარებაშიც არის. სამწუხაროდ. მეგობრებო, ვცდილობ, რომ ფრესკის ფრაგმენტები მაინც აღმოვაჩინო. დავინახო. აი ესენი არის ფრესკების ნაკვალევი. არ ვიცი ჩამოფხეკილია თუ გადაღებილი, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში აი ასეთად გამოიყურება. ეს არის პარხალი, შეგახსენებთ. პარხალის მონასტერი, სადაც დღეს მეჩეთი ფუნქციონირებს. თურქეთის რესპუბლიკაში, ართვინის პროვინციის იუსუფელის რაიონში, მდინარე ჭოროხის მარცხენა შენაკადის პარხალის ხეობაში, ლაზისტანის, ანუ პონტოს მთების აღმოსავლეთ კალთაზე მდებარე პარხალის სამონასტრო კომპლექსში, რომელიც უგუმბათო ეკლესიაა, სამნავიანი ბაზილიკა. დღეს მოქმედი მეჩეთია. ეკლესია აიგო წმინდა იოანე ნათლისმცემლის მონასტრის კათოლიკონად. მისი აგება ერთობლივად დაიწყეს ტაოს მმართველმა ძმებმა, ბაგრატ ერისთავმა და დავით მაგისტროსმა 961 წლიდან. ნაგებობა განასრულა დავით მაგისტროსმა, შემდგომში კურაპალატმა. მონასტერი საუკუნეების განმავლობაში წარმოადგენდა ქვეყნის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამწერლობო კერას. პარხალში გადაიწერა შუშანიკის წამება. აქ ვაშლები ჩამოცვენილან. აგერ ვაშლის ხიასებით. ახეთ როგორი ვაშლები ასხია. ეს არის პარხალის უკანა მხარე. კედელი. ჩემი მოგზაური ბიჭები მიდიან საჭმელზე. საჭმელზე მივდივართ ახლა, ანუ დილით ისე ადრე გამოვედით, რომ არაფერი მიგვირთმევია. ახლა გზად პარხალთან უნდა ვისადილოთ, თუ ვისაუზმოთ, ჩვენთვის საუზმეა. აი აქ შევდივართ. მოკლედ, ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს, ხო? ასეთ ადგილზეც ძალიან საინტერესოა მივირთვათ დილის საუზმე. ჩვენი ბესო ცოტა გაერთო კიდეც. აი აქ ჩვენი საუზმე მზადდება. ახლა რა ხდება გაჩვენოთ. ისინი არ ვიცი ვინ არიან, მაგრამ
იმასვისიმ ჩემი რაღაცია. რომელია დედა შენი ძმაკაცი? აჰა, მე ჩემი რაღაც ნაცნობის სახეც გქონდა. ბესო შენი ძმაკაციც ხო არა, რომელი მეკეთა? არა, შენ არც ეს არის. კარგი, აქედან გადავიხედოთ. აი მარაგი. დროშა ყოველთვის ყველგან შეგვხვდებათ. იქ მსახურებიან ეს ლამაზად. დაბრძანდით. ბესო დაჯექი. თემო დაჯექი დაბრძანდით. ახლა ესეთ უცნაურ გარემოში გიწევთ ძალიან ეგზოტიკურ გარემოში დილის საუზმე. ამას ყოველთვის დაიმახსოვრებთ. მეგობრებო, აქ სადაც შევჩერდით დილის საუზმეზე, აქედან მოჩანს ეს არაჩვეულებრივი მთები და აქ შევნიშნეთ ციხე, ციხის ნანგრევები, რომელსაც ახლა მოვიტან კადრში ახლოს. აი ეს არის ციხე, რომელიც აქედან ჩანს. აი ეს არის ციხე. აქ ჩანს კიდევ მეორე ციხე, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, აი ვეცდები რომ იქვე იმ ციხის ახლოს არის ეს მეორე ციხე. ციხის ნანგრევები, უпростоრად მთის მწვერვალზე. ახლა მე შორს გავიტან კადრს და მიხვდებით რამდენად მაღალ მწვერვალზე დგას ეს ციხე. აი ნახეთ სად არის. აი ამაზეა საუბარი. ამ ძალიან ლამაზ ბუნებაში. პარხალის თავზე. აი ეს არის ჩვენი პარხალი. აი მეგობრებო, აქ ჩანს პატარა შველი. არ ვიცი რამდენად აღიქვამთ ამ ციხესთან პატარა შველს. ნახეთ, კუთხეში დგას. Osman keço ya.